Ირფასო მეგობრებო მოგესალმებით ყველას ეგრე არ ვიბინოთ რა ჩემო თანამემამულენო სანამ კრებას გახსნილად გამოვაცხადებ მინდა მივმართო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას პირდაპირ ეთერში ჩართოს სახალხო კრების მიმდინარეობა და სრულად საქართველოს აჩვენოს რა გადაწყვეტილებებს მიიღებს კრება რუსთაველის გამზირზე. ტერიტორიაში ამ განცხადების დასტურია. დღეს ჩვენ ვატარებთ სახალხო წარმომადგენლობით კრებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. ეს არის დღე, როდესაც თითოეული მოქალაქე თითოეული ჩვენგანი გამოვხატავთ ლეგიტიმურ უფლებას აღმასრულოთ ჩვენი ნება. დღეს ჩვენ რუსთაველის გამზირზე სახალხო კრებაზე დასასწრებად მოვიწვიეთ მიხეილ სააკაშვილი, თუმცა როგორც მოველოდით, მან თქვენთან შეხვედრა ვერ გამედა. დღეს აქ სრულად საქართველოდან, აჭარიდან, აფხაზეთიდან, სამეგრელოდან, გურიიდან, იმერეთიდან, სვანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, ცხინვალის რეგიონიდან, საქართველოს მთიანეთიდან და ჩვენი დედაქალაქის 15,000-ზე მეტი დელეგატი შეიკრიბა. ყოველი მათგანი ათეულობით ადამიანის მხარდამჭერის მანდატით არის აღჭურვილი. სახალხო წარმომადგენლობითი კრება ნებისმიერი მრავალათასიანი მიტინგისაგან იმით განსხვავდება, რომ ეს არის უმაღლესი ლეგიტიმაციის წარმომადგენლობითი ორგანო. აქ წარმოდგენილ 15,000 დელეგატს, რომლებზეც უკვე გაცემულია მანდატები და რომლის უკანას მინიმუმ 850,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე დგას, უფლებამოსილება აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალი განსაზღვროს. ხალხო, ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს სწორედ სახალხო კრების ჩატარების ეშინია, რადგან სახალხო კრება საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი ლეგიტიმური ორგანოა, რომელსაც კონსტიტუციური უფლება აქვს ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანოს და მოსთხოვოს მას წართმეული მანდატი ხალხს უკან დაუბრუნოს. შემთხვევითი არ არის ის, რომ ხელისუფლება ყველა გზითა და ხერხით შეეცადა ჩვენთვის ხელი შეეშალა. არ დაგვითმეს არც ერთი დარბაზი, არ დაგვითმეს არც სტადიონი და სურვილი ჰქონდათ ეს შეკრება რიგით მიტინგად გადაქცეულიყო, მაგრამ ხალხის ძალას წინ ვერაფერი აღუდგება. ეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა ჩვეულებრივ მიტინგსა თუ აქციაზე, არამედ სწორედ დიდ სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე. მე მინდა ყველას უთხრა და ყველა მიცოდეს, რომ ჩვენ ვართ არა ხელმძღვანელები, არამედ ჩვენ ვართ ერთიანი. ჩვენ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. ასე რომ ეს არის სამუშაო შეხვედრა, ეს არის საქმიანი შეკრება. ბოდიში გარდა დელეგატებისა შეხედეთ ხალხო, თქვენ ყველას ვერ ხედავთ. რამდენი ვართ? რომლებსაც გვინის შევტკივა ჩვენ სამშობლოზე, რომლებაც ვიცით, რომ ჩვენი სამშობლოს დღეს თუ არ გადავარჩინებთ, ხვალ უკვე გვიან იქნება. ლოდინის დრო აღარ აგვაქვს. ჩვენ ახლა მივიღებთ ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ისტორიულ გადაწყვეტილებებს.
ეს გადაწყვეტილებები თვითონებას თქვენგანმა უნდა მიიღოს. პირველი. სანამ წარმომადგენლების სახალხო კრების თავმჯდომარეს დავასახელებთ, მინდა თქვენი და მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადო სახალხო კრების სულის ჩამდგმელსა და ინიციატორს, წარმომადგენლობითი სახალხო კრების საპატიო თავმჯდომარეს, ერის კაცობაში ჭაბუ ამირ რეჟიმს, ბერ დავითს. ახლა მინდა უდიდესი პატივისცემით წარმოგიდგინოთ მოჭადრაკე, ხუთგზის მსოფლიო და 11-ის ოლიმპიური ჩემპიონი, საერთაშორისო ძიდოსტატი ქალთა და ვაჟთა შორის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საჭადრაკო ოსკარის მფლობელი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი, წარმომადგენლობითი სახალხო კრების თავმჯდომარე, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი. მოქალაქეებს თქვენ გთხოვთ წერილების შენიშვნები და განცხადებები მიაწოდოთ სამდივნოს, რომელიც წერის მარცხნივ არის განთავსებული. გადავდივართ კრების ორგანიზაციულ ნაწილზე, სადაც თქვენი მონაწილეობა და თქვენი ხმები გადამწყვეტია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების მეთვალყურეობას. დავყვეთ რიგითობას და პირველად კენჭის ხაზზე წარმოგიდგენთ ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობას. ვინ არის თანახმა? ხმის დამთვლელ კომისიაში არჩეული იქნა შემდეგი პირები: ირინა ფუტკარაძე, თავმჯდომარე; ირაკლი კიკაჩეიშვილი, ლევან აბესაძე, ხათუნა მუმლაძე, რობერტ ბაბლიძე, ვლადიმერ მაჭარაშვილი, გია სალუქვაძე, ბოჩა მუხაშავრია, დავით ჯორჯაძე, თემურ ლომსაძე, ხათუნა იმერლიშვილი, თიკო ნიბლოშვილი, ირაკლი ცავა, ლევან გაბელია, ვახტანგ ციკლაური, დავით ნოზაძე. მე მინდა უყაროთ კენჭი, ვინ არის თანახმა ამ მეგობრებზე? მანდატები გვაჩვენეთ. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი შეიკავა. მადლობთ. დამტკიცებული ესია. შემდეგი კენჭის ხაზზე დგება სამანდატო კომისიის საკითხი. სამანდატო კომისიაში სახელდება შემდეგი პირები: სანდრო დონაძე, თავმჯდომარე; მანანა სალუქვაძე, თამრიკო ცინცაბაძე, მაკა ხურციკაშვილი, ვალერი ტუტუნაშვილი, ლერი გელენავა, სულხან ქემოკლიძე. ხართ მომხრე ამ ამხანაგების მეგობრების. ხოთ მანდატებით. ხოთ დაუშვათ. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მადლობთ. მიღებულია ერთხმად. ეხლა წარმოგიდგენთ სარედაქციო კომისიას და გთხოვთ უყაროთ კენჭი. ეკა ბესელია, სოსო ცისკარიშვილი, ინესა იამანიძე, დავით კაგაბაძე. მომხრე ვინ არის? მადლობთ, გთხოვთ დაუშვათ. ვინ არის წინააღმდეგი? თავი შეიკავა. მიღებულია. ახლა უნდა დავამტკიცოთ დღევანდელი კრების დღის წესრიგი. განხილული იქნება შემდეგი საკითხები. მე მინდა ყურადღებით მივადევნოთ ამ დღის წესრის ყურადღება. კრების წესდების მიღება, საქართველოს კონსტიტუციური ცვლილებების მიღების ლეგიტიმურობა, ხალხის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროექტი, სახალხო კრების გადაწყვეტილება და აღსრულებისათვის ორგანოს არჩევა და სახალხო კრების რეზოლუცია. ჩვენ კენჭის ხაზზე ვაყენებთ სახალხო კრების წესდებას, რომელიც თქვენ უკვე დაგირიგდათ. გთხოვთ მივადევნოთ თვალი და უყაროთ კენჭი. ეს არის ნორმები, რომლითაც უნდა იმუშაოს სახალხო კრებამ და მიიღოს გადაწყვეტილებები. ახლა კი სიტყვა მინდა გადავცე წარმომადგენლობითი სახალხო კრების თავმჯდომარეს, ერის სიამაყეს, ქალბატონ ნონას. მოგესალმებით ყველას. მივესალმებით თქვენს ხნეობას, ერთიანობას.
ჩვენ დღეს ყველანი ერთად შევიკრიბეთ, რათა ჩავატაროთ სახალხო წარმომადგენლობითი კრება, რათა გამოვხატოთ ჩვენი ნება და ვთქვათ, როგორ საქართველოში გსურს ცხოვრება, როგორი ქვეყანა გსურს, რომ დაუტოვოთ ჩვენ შვილებს. სახალხო კრების იდეამ გაგვაერთიანა მთელი ქვეყანა. ის ადამიანები, რომლებიც არ ვეგუებით არსებულ რეალობას, დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა უმძიმეს ვითარებაში ჩააგდო. დაკარგულია ტერიტორიები, ადამიანებისთვის არ არსებობს სამართალი. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სიკატახის ზღვარზეა. უამრავი ჩვენი მოქალაქე გასულია ქვეყნიდან ლუკვაპული საშოვარზე. ტოტალური სახე მიიღო უმუშევრობამ, არსებულმა მმართველობამ მოახდინა მასობრივი ასაკობრივი წმენდა. მთლიანად უკუგდებული იქნა პროფესიონალიზმი და გამოცდილება. დღეს სიცრუე სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი. ხელისუფლება კონტროლირებადი მედია საშუალებებით ცდილობს ქვეყნის მოსახლეობა მოჩვენებით რეალობაში ამყოფოს. ჩვენი ტელევიზიით სხვა საქართველოს ხედავთ და რეალურად ყველანი სულ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. დღევანდელი რეჟიმი მიზანმიმართულად ანგრევს ეროვნულ ტრადიციებს, კულტურას, მეცნიერებას, განათლებას, ახალი ტიპის ქართველის შესაქმნელად. არსებულმა რეჟიმმა ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიის 20% და ახლა ცდილობს უცხო და ყალბი ფასეულობებით ქვეყნის სულიერ ოკუპაციას. ქვეყანაში, სადაც პოლიცია პოლიტიკური დაკვეთების აღმსრულებელია, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომაც არის ციხეები გატენილი უკანონო პატივნებით. გვახსოვს ქუჩაში დახოცილი ახალგაზრდები, დარბების და ჯალადობის არაერთი ფაქტი, დანგრეული სახლები და საკუთარი პირებიდან ხელმეორედ გამოყრილი დევნილები, ბიზნესის ტერორი თუ გაყალბებული არჩევნები, PR აქციებზე დახარჯული მილიონები. ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ასეთ ვითარებაში მოსახლეობას დარჩა მხოლოდ ერთი გამოსავალი. თავის ხელში აიღოს ქვეყნის მართვა, სწორედ ამიტომ ატარებთ დღეს სახალხო წარმომადგენლობით კრებას. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს ხდება პირველად. ხალხმა შეძლო თვითორგანიზება, რათა საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და ინიციატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ კონსტიტუციური უფლება და დავიბრუნოთ ჩვენი ნობის მანდატი, რომელიც ამ რეჟიმმა წაგვართვა. ხელისუფლება ყრუა საკუთარი ხალხის მიმართ და არ უსმენს ხალხს. ამიტომ ჩვენ სახალხო კრებით გავაგონებთ მას ჩვენს ნებას, ჩვენს ხმას. ძალა ხალხშია, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. მაქვს თქვენი გამძლეობის და ჩვენი ერთიანობის იმედი. მადლობთ ხალბატონო ნონა. თქვენ ყველა მიცით ამ პროექტის შესახებ. მინდა მოგახსენოთ, რომ პროექტი ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას, რომლის სახალხო მოსამართლე გახლავთ ბატონი მინდია უგრეხელიძე, მოექცევა დღეიდან სახალხო კრების სიმწეფი და გააგრძელებს ფუნქციონირებას დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების შექმნამდე. ხელისუფლებამ, პარლამენტმა ისე მიიღო საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები, რომ არავისთვის აზრი არ უკითხავთ. არ გამართა ფართო დისკუსია ხალხთან, არ მომხდარა საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი. ამიტომ ხალხმა უნდა გამოხატოს საკუთარი აზრი ამ კონსტიტუციურ ცვლილებებზე. კენჭისყრაზე დგება, ლეგიტიმურია თუ არა კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებები. ვინ არის მომხრე, რომ 2010 წლის ოქტომბრის საკონსტიტუციო ცვლილებები ცნობილი იქნას ბათილად. მანდატებს ვთხოვთ
მადლობთ თქვენ დაუშვათ. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? დიდი მადლობა ამ ერთსულოვნებისათვის. ამრიგად 2010 წლის ოქტომბრის საკონსტიტუციო ცვლილებები ბათილად ანუ არარად იქნა ცნობილი. ხმა ღვთისა და ხმა ერისა. სენაზე ვთხოვ რესპუბლიკის დამსახურებულ არტის ბატონ გია ბურჯანაძეს, რომელიც კრებას წარუდგეს უნდობლობის ვერდიქტის პროექტს. ვთხოვთ ბატონო გია. მოგესალმებით ძვირფასებო. საქართველოს ხალხი, როგორც თავისუფალი და თავმოყვარე ერი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ თვითონ არის და დიახაც უნდა იყოს თავისი ბედის ბატონ-პატრონი და შემოქმედი, საფეხბურთოდ აცხადებს უნდობლობის ვერდიქტს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. იმის გამო, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის ერთადერთი მშვიდობიან და კონსტიტუციურ გზას წარმოადგენს იმპიჩმენტი, რომლის უფლებამოსილებას კონსტიტუციის მიხედვით ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, და იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი უუნაროა ხელისუფლების სიწმინდის დასაცავად შემოღებული იმპიჩმენტის მექანიზმი ამოქმედოს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, მიუხედავად იმპიჩმენტისათვის კონსტიტუციით დადგენილი არაერთი შესაბამისი საფუძვლის არსებობისა. იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტის უუნარობა განახორციელოს კონსტიტუციის მისთვის დაკისრებული ფუნქცია კორუმპირებული ჩინოვნიკების ხელისუფლებისაგან ჩამოშორებისა, განპირობებულია პარლამენტში პრეზიდენტის მომხრეთა აბსოლუტური უმრავლესობის ფაქტით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაყალბებით. იმის გამო, რომ ზემოაღნიშნული მიზეზით საქართველოს პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს ქართველი ხალხის რეალურ წარმომადგენლობას და ამიტომ მისი მეშვეობით ხალხი ვერ ახორციელებს თავის ნება-სურვილს, ხოლო საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის პროტესტმა პრეზიდენტ სააკაშვილის ნებაყოფლობით გადადგომის მოთხოვნით ვერ გამოიღო შედეგი, საქართველოს ხალხი უშუალო დემოკრატიის მეშვეობით თავის თავზე იღებს პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილებას მისთვის უნდობლობის გამოცხადებით მისთვის უნდობლობის გამოცხადებით დაღუპვისაგან ქვეყნის გადასარჩენად და იმ ძირითად დემოკრატიულ ღირებულებათა დასაცავად, რომელთაც ყოველი ღირსეული ერი ესწრაფის და აღწევს კიდეც. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი საქართველოს ხალხის უნდობლობის საფუძვლები. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას მიხეილ სააკაშვილმა იმ კონსტიტუციური ფიცის გატეხვით ემოქმედა ქართველი ერისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად კეთილსინდისერად აღესრულებინა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა და ყოველივე ეღონა საქართველოს კონსტიტუციის ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. მიუხედავად ამისა, შერყნა პრეზიდენტის სამსახურის ღირსება და ძირი გამოუთხარა მისდამი ხალხის დობას, რაც გამოიხატება შემდეგით. პირველი, მან მოახდინა სახელმწიფო ხელისუფლების აბსოლუტიზაცია და მონოპოლიზაცია. თავის ხელში მოაქცია განუზომელი ძალაუფლება. დაამყარა ავტოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანისა და არასამართლის მმართველობა, უგულებელყო სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, ხელისუფლების განაწილება, ხელისუფლების განშტოებათა კონტროლისა და ბალანსის სისტემა, რითაც საფუძველი გამოაცალა კონსტიტუციური რესპუბლიკურ მმართველობას საქართველოში. მეორე, მან დააკნინა სასამართლო ხელისუფლება,
არარად აქცია სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო ხელისუფლების გამტკიცებისა და გაძლიერების და მასთან ერთად სამართლიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების ტენდენცია შეუქცევად პროცესად მიგვაჩნდა იმის ნაცვლად, რომ ყოველივე ეღონა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად სასამართლო მან აღმასრულებელი ხელისუფლების პირისფარეშად დააყენა. მოსამართლეთა დევნის, დაშინების, ტერორის, მოსყიდვის, სხვა ხილული თუ უხილავი მეთოდებით იგი გაბატონებული პოლიტიკური ელიტის მაამებელ გადაწყვეტილებათა მორჩილ აღმასრულებლად გადააქცია. ჩაკლა მათში დამოუკიდებლობის ყოველგვარი განცდა და მოთხოვნილება, რითაც ნიადაგი გამოაცალა საქართველოში სამართლიან მართლმსაჯულებას, სასამართლოსადმი ხალხის ნდობას, აღუკვეთა ადამიანებს მართლმძღვანელი მოლოდინის სიმართლისა და სამართლიანობის მიღწევისა, გასწირა ისინი უკანონობის, დაუცველობისა და უიმედობისათვის. მესამე, მან შექმნა ხელისუფლების კორუფციული, პარტოკრატიული სისტემა, რომელშიც საზღვარი არ აქვს განუკითხაობასა და ჩინოვნიკთა თვითნებობას, სადაც ყველაფერს განსაზღვრავს მმართველი პარტიის ეგოისტური მისწრაფებანი, ჟინი, ახირება და არასაერთო ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები, სადაც უნიშნულოვანეს გადაწყვეტილებათა მიღებაზე ზეგავლენის მოსახდენად სულ ერთია საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას თუ სხვა, სრულიად ამაოა საზოგადოებრივი აზრის ყოველგვარი ძალისხმევა, სადაც იდევნება ქართული ეროვნული ცნობიერება და სულიერება, სადაც არასდროს არ ხდება ხელისუფლებისაგან განსხვავებული და მით უმეტეს უმცირესობის აზრის საზოგადოების განსხვავებული ფენების, ინტერესთა ჯგუფების, მათი მოსაზრებებისა და სამართლიანი მოთხოვნების თანაზომიერი გათვალისწინება, რის გარეშეც შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, ქვეყანაში მშვიდობის, ჰარმონიისა და თანხმობის დამკვიდრება. მეოთხე, მან დანერგილი მართვის მანკიერი სისტემითა და ფორმებით შებრალა ადამიანის ღირსების უფლება, ადამიანთა თანასწორობა, დაამკვიდრა ნეპოტიზმი და დისკრიმინაციული გარემო პოლიტიკური შეხედულებების, ასაკობრივი თუ სხვა ნიშნით ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ბევრი სარგებლობის მოტანა შეუძლია სამშობლოსათვის, ჩამოაშორა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას და უმოწყალოდ მოისროლა სანაგვეზე უსარგებლობისა და ჩარეცხილების მორალურად დამრგნელი სტატუსით. ამით წაართვა მას ღირსეული ცხოვრების უფლება, პროფესიული დასაქმების, წინსვლის, პიროვნების განვითარების, შესაძლებლობათა რეალიზაციის, ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება და გასაქარი. მან თავისი მოქმედებითა თუ უმოქმედობით ფეხქვეშ გათელა ადამიანის ძირითადი უფლებანი, სიცოცხლის, საკუთრების, თავისუფალი არჩევნების უფლებები, აზრის გამოხატვის თავისუფლება და სხვა. მისდამი დაქვემდებარებული სამსახურები გამოიყენა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დევნის, შევიწროების და ანგარიშწორებისათვის. შექმნა უკანონობისა და განუკითხაობის ატმოსფერო, სადაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ხელისუფლების ბოროტად გამოყენებითა და ხელისუფლების გადამეტებით ადამიანის უფლებათა აღმაშფოთებელი დარღვევები, მათ შორის ადამიანთა მკვლელობა, მათი ფიზიკური თუ სულიერი დასახიჩრება, უკანონო პატიმრობა, ტუსახთა ცემა, წამება თუ ღირსების დამამცირებელი მოპყრობა, უდანაშაულობის პრეზუმპციის უტიფარი დარღვევა, მშვიდობიანი მიტინგებისა და დემონსტრაციების სასტიკი დარბევა, ადამიანთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის ან მისი სრულიად უსაფუძვლო გამოყენება, საქმეთა გამოუძიებლობა სახელისუფლებო კრიმინალის დასაფარად, ტელეკომპანიების დარბევა, მედიის საშუალებებზე პოლიტიკური ცენზურა და კონტროლი, საკუთრების თვითნებური ჩამორთმევა, ადამიანთა დაშინება, დაშანტაჟება, მუქარა, პროვოკაცია და სხვა ათასგვარი დანაშაული, ხრიკი, მგზავრობა, შენიღბული თუ შეუნიღბავი უკანონობა. ყოველივე ამით არარად აქცია პიროვნების თავისუფლება და ხელშეუხებლობა, კანონი და სამართალი. აბუჩა დაიგდო საკუთარი ქვეყანა და ხალხი. მეექვსე, მან შექმნა სახელმწიფოს რეკეტის კორუფციული სისტემა, არა კონკურენტული გარემო,
ნიადაგი გამოაცალა თავისუფალ მეწარმეობას, გაასხვისა ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები. ყოველივე ამით გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და სიცოცხლის უნარიანობას. დიდი ხნით დააბრკოლა მისი აღმავლობა და განვითარება. მეშვიდე, მან ხელისუფლებას ხარბად დაწაფებულმა არაერთ გზის უკანონოდ და არამიზნობრივად გამოიყენა სახელმწიფოებრივი სახსრები და მოახმარა იგი თავისი ძალაუფლების შენარჩუნებასა და გამტკიცებას, მართველი ოლიგარქიის ინტერესებს, გარეგნულ ეფექტებსა და არაჯანსაღ სახელისუფლო ამბიციებს, ძვირადღირებულ საპრეზიდენტო რეზიდენციებს, თავის პირად კეთილდღეობას, ხელისუფლებით ტკბობასა და განცხრომას და თავისი მაგალითით საქვეყნო დაადასტურა, რომ ხელისუფლება რყნის, ხოლო აბსოლუტური ხელისუფლება რყნის აბსოლუტურად. მერვე, მან თავისი უპასუხისმგებლო, უგუნური და უუნარო მოქმედებით საქართველოს ვერ ააცილა დამღუპველი ომი რუსეთთან, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება, ათასობით ადამიანის სიკვდილი, უსახკაროდ დარჩენა, უზარმაზარი მატერიალური და უნაზღაურებელი ეკოლოგიური ზიანი. ამით მან კიდევ უფრო გაართულა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი პოლიტიკური საშუალებებით აღდგენა. საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე საქართველოს წარმოაჩინა არასერიოზულ და არასაიმედო პარტნიორად. დააბრკოლა საქართველოს ინტეგრაცია ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სამხედრო უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემებში. მეცხრე, მან საქართველოს პარლამენტთან ერთად არაფრად ჩააგდო ხალხის კანონიერი უფლებები, ხელოვნურად ჩამოაცილა იგი საკონსტიტუციო პროცესს და სრულფასოვანი საერთო სახალხო განხილვის, საზოგადოებრივი კონსენსუსის ძიების გარეშე მიაღებინა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების შენიღბული ფორმით საკუთარი უკანონო ხელისუფლების გასახანგრძლივებლად. ყოველივე ამით პრეზიდენტმა სააკაშვილმა შელახა პრეზიდენტის ინსტიტუტის სიწმინდე, უღალატა მისდამი როგორც პრეზიდენტისადმი ნდობას, იმოქმედა საქართველოს კონსტიტუციის სამართლის, უზენაესობის, სიმართლისა და სამართლიანობის საწინააღმდეგოდ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს აშკარა საზიანო. საბოლოო ვერდიქტი ასეთი საქციელისათვის საქართველოს ხალხი სულ უნდობლობას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს, მიიჩნევს, რომ მიუღებელია ის დარჩეს თავისუფალი ხალხის მმართველად და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის შეგნებით აცხადებს, რომ აღარ აცნობს მას ქვეყნის პრეზიდენტად და მთავარსარდლად. ამასთან ერთად ხალხი უნდობლობას უცხადებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა პირველ პირს. ხალხი გამოხატავს თავის ნებასა და მზადყოფნას ახალი სამართლიანი არჩევნებით გადაწყვიტოს თავისი შემდგომი პოლიტიკური ბედი, რათა ერთხელ და სამუდამოდ ყარად და საიმედოდ დაამკვიდროს თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა საქართველოში. ვინ უჭერს მხარს ამ უნდობლობის ვერდიქტის გამოტანას? ვინ არის მომხრე? ვინ არის თქო დაუშვათ? ვინ არის წინააღმდეგი? თავი შეიკავა? მიღებულია ერთხმად და აღსრულდეს ნება ხალხისა. მეგობრებო, ევანდელი ჩვენი შეკრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის აუცილებელია მიღებული იქნა სამოქმედო გეგმა და არჩეული იქნან ის ადამიანები, რომლებიც თქვენი დახსტურითა და თანხმობით იწყებენ გადაწყვეტილებების აღსრულებას პრეზიდენტისა და მისი გუნდის გადადგომის მიღწევამდე.
ჩვენ უნდა ავირჩიოთ სათათბირო ორგანოს წევრები, რომელთა სიასაც კენჭისყრისათვის გაგაცნობთ. სათათბირო დარბაზი, ჭაბუ ამირეჯიბი, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, რობერტ სტურუა, გოგი ქავთარაძე, ელიზბარ ჯაველიძე, მინდია სალუქვაძე, ირაკლი ბათიაშვილი, მერაბ ჯიბლაძე, ლუკა კურტანიძე, მინდია უგრეხელიძე, ნინო ბურჯანაძე, გია ბურჯანაძე, ლელიკო ჯაფარიძე, ეკა ბესელია, გურამ პირცხალავა, ლერი ხაბელოვი, სოსო ჯაჭლიანი, გუბა სანიკიძე, კახა შარტავა, კარლო კოპანიანი, ვახტანგ ყოლბაია, ტემურ შაშიაშვილი, ივი თალაგვაძე, ზურაბ ხასია, რეზო შავიშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი, თეიმურაზ ბურღულია, ზაზა სოფრომაძე, შალვა ხაჭაპურიძე, კახა კუკავა, სანდრო დონაძე, ლაშა ამირეჯიბი, აკია ბარბაქაძე, შოთა გლურჯიძე, კახა კაციტაძე, ია მეტრეველი, ზაზა პაპუაშვილი, ზაზა შათირიშვილი, ზაქარია ქუჩნაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, ერეკლე საღლიანი, ზაზა ხატიაშვილი, გიორგი კორკოტაშვილი, ლევან ჩიტაძე, თირიკო მაჩიტიძე, ნოდარ ეფრემიძე, იური ვაზაგაშვილი, ნანა კაკაბაძე, გელო ნიკოლაიშვილი, ემირ ბურჯანაძე, მარინა ვეკუა, გოგა ხაინდრავა, ირაკლი ტრიპოლსკი, მამუკა აჩბა, რეზო ქობალია, გიორგი ბლიევი, გია კობახიძე, უჩანანუაშვილი, გიორგი გიორგაძე, კარე გრიგორიანი, გემალ ჯიქია, ავთო დავითაია, ლია ხიდაშელი, გუგული მაღრაძე, ლეილა მამედოვა, ზურაბ დიასამიძე, ვალერი ტეტუნაშვილი, დიმა ჯაიანი, იგორ პატარიძე, გიზო სიხარულიძე. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სათათბიროს ორგანოს წევრები, ეხლა მოგახსენეთ მე თქვენ და ამას აუცილებლად უნდა უყაროთ კენჭი. ვინ არის მომხრე აღნიშნული სიას? ხოთ? მადლობთ. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ თავი შეიკავა? მიღებულია ერთხმად. დიდი მადლობა. ეხლა წარმოგიდგენთ აღმასრულებელი საბჭოს კანდიდატებს. დასამტკიცებლად გქონთ უყაროთ კენჭი. ნონა გაფრინდაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, რეზო ესაძე, ელიზბარ ჯაველიძე, გოგი ქავთარაძე, გია ბურჯანაძე, სოსო ჯაჭლიანი, ლუკა კურტანიძე, გუბა სანიკიძე, კახა შარტავა, თემურ შაშიაშვილი. ხოთ? ვინ არის მომხრე აღნიშნულ სიასთან? ხოთ? მანდატებით დაგვიდასტუროთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წინააღმდეგი ხომ არავინ არის? მადლობ. თავი შეიკავა? არა. გაუმარჯოს დღეს ერთ სულოვნებას. ჩვენ დაგვრჩა დასკვნითი
და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. კენჭისყრაზე ვაყენებ სახალხო კრების რეზოლუციის პროექტს, რომელსაც გაგვაჩნობს შოთა რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ცნობილი რეჟისორი და დიდი მოქალაქე, პროფესორი ბატონი რეზო ერცაძე. სახალხო წარმომადგენლობითი კრების რეზოლუცია. სახალხო წარმომადგენლობითი კრება როგორც საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესების გამომხმეტელი გამომხატველი ორგანო წარმოადგენს ქართველი ხალხის პოლიტიკური თვითორგანიზების ლეგიტიმურ ფორმას. მის აქტუალიზაციას განაპირობებს ქვეყნის ხელისუფლების არადემოკრატიული, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი პოლიტიკა. 2010 წლის 25 ნოემბერს სახალხო წარმომადგენლობითი კრებამ წარმოდგენილი 15,000 დელეგატით და 850,000 მხარდამჭერით გახდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ორგანო. საქართველოს ხმის უფლების მქონე მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ეგუება სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს. სახალხო კრება მზად არის რეჟიმის შესასვლელად იბრძოლოს სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ფორმით. ჩვენი ქმედების მიზანია საქართველო გახდეს დემოკრატიული ქვეყანა, ახალი კონსტიტუციის მიღება საზოგადოებრივი კონსენსუსისა და საერთო სახალხო განხილვის გზით. საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აფხაზ და ოს ხალხთან ნდობის დაბრუნება პირდაპირ დიალოგით. ქვეყნის მართვა ხელისუფლების რეალური დანაწევრებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, კომპეტენტური, სამართლიანი, მიუკერძოებელი, ქმედითი სასამართლო. სასამართლო, რომლის საშუალებითაც გადაიხედება ყველა უკანონოდ გამოტანილი განაჩენი, გამოძიებული იქნება არსებული რეჟიმის მიერ დაქოცილ უდანაშაულო პირთა საქმეები, აღდგება დაზარალებულთა უკანონოდ შელახული უფლებები, გათავისუფლდება ყველა უკანონო, მათ შორის პოლიტიკური პატიმარი.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიული საარჩევნო გარემო მედია სივრცის სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქართული ჯარისა და პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი რეალურად თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შექმნა ბიზნესისა და კერძო საკუთრების დაცვა სოციალური სამართლიანობა უფლება საარსებო მინიმუმზე და სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა თანამდებობებზე დანიშვნა კომპეტენციის საფუძველზე და არა პირადი ერთგულების ან პარტიული კუთვნილების ნიშნით მთავრობის საქმიანობის გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება თავისი ხალხის წინაშე დაბალანსებული გაწონასწორებული პოლიტიკა სამეზობლო რეგიონალური პოლიტიკის სტრატეგიის გათვალისწინებით სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების უზრუნველყოფა ქართული ენის განათლების მეცნიერებისა და კულტურის დაცვა ვინაიდან ყოველივე შემოაღნიშნული შეუძლებელია სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სახალხო კრებამ უნდობლობის ვერდიქტი გამოუტანა სააკაშვილს და მის მთავრობას დობის მანდატი გადასაარჩეულ სტრუქტურებს რათა მოხდეს კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ასრულება კრების გადაწყვეტილება უნდა გაიგონოს და გაითვალისწინოს ყველა როგორც შიგნით ასევე გარეთ ქვეყნის გარეთ განსაკუთრებით იმათ ვისაც აკმაყოფილებს საქართველოში ყალბი დემოკრატიის სავალალო სტანდარტები კრება უფლება მოსილია მოუწოდოს და გაუძღვეს მოსახლეობას ხელისუფლების უკანონო ქმედების მიმართ შეურიგებლობისა და საყოველთაო დაუმორჩილებლობის მწვავე საპროტესტო პროცესებისაკენ რათა სამართლებრივი გზით შეიცვალოს არსებული ხელისუფლება ხმაღვთისა და ხმაერისა გაუმართოს მოგავალ ესმერი თავისუფალ საქართველოს ხოთ კენჭი უყაროთ ამ რეზოლუციის პროექტს ვინ არის მომხრე დაგვიდასტურეთ მანდატებით დიდი მადლობა ვინ არის წინააღმდეგი თავი შეიკავა მიღებულია ერთხმად დიდი მადლობა ეხლა მე მინდა ყურადღებით მოისმინოთ ერთი განცხადება რომელიც ჩვენი გეგმის ნაწილი გახლავთ ეხლა უყაროთ კენჭი საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობას საქართველოს თერს ტერიტორიაზე ვიწყებ გამოსათვის ყველა რაიონში კომიტეტების შექმნას რომლებიც დაუმორჩილებლობას მოამზადებენ
ვინ არის მომხრე ამ წინადადების? მადლობთ, ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია ერთხმად, მიღებულია რეზოლუციის ტექსტი, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ნება. დიდი მადლობა. ჩვენი საქმიანი ნაწილი ჩვენი კრებისა ამოწურულია ვიწყებთ ჩვენს ასევე საქმიან მიტინგს. სიტყვას გადავცემ ქალბატონ ნინო ბურჯარაძეს. მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით გამბედაო ადამიანებო, რომლისთვისაც ყველაზე მთავარი ამ ქვეყნად არის არა შიში, არა საკუთარი კეთილდღეობა, არამედ ამ ქვეყნისთვის რეალური პერსპექტივის შექმნა. მოგესალმებით და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ერთად, მანამ სანამ არ მივაღწევთ ამ ხელისუფლების შეცვლას. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღეს აქ რუსთაველის გამზირზე არ ჩატარებულიყო სახალხო კრება. იმიტომ რომ მას კრების ძალიან ეშინია. მას არ ეშინოდა ჩვეულებრივი მიტინგის, ამიტომ სცადა მან რომ რუსთაველზე ჩატარებულიყო ეს ღონისძიება და არა დახურულ შენობაში, იმიტომ რომ თითოეული თქვენგანის უკან დგას ათობით და ასობით თქვენი თანამემამულე. ეს კრება არის ის, რაც სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟის დასაწყისია. დღეს ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟისათვის. მე მინდა ყველამ იცოდეს, ჩვენ მართლაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც დათესა შიში, რომელმაც ღირსება შეულახა ჩვენს მოქალაქეებს, მოშორდეს ამ ქვეყანას და ქვეყანას გაუჩნდეს ქვეყნის გამთლიანების შანსი, იმიტომ რომ კონტექსტი და ის შინაარსი, რომელშიც სააკაშვილმა გააკეთა ბოლო დღეების განმავლობაში განცხადებები, მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილმა საბოლოოდ თქვა ვარი აფხაზეთის და ოსეთისათვის ბრძოლაზე. ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით. მე როცა ბრძოლას ვამბობ, ჩვენ არ ვგულისხმობთ სისხლიან ბრძოლას. ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყანას ისეთი, რომელიც აღარასოდეს აღარ აღმართავს ხელს ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებზე, რომელიც გააკეთებს იმას, რომ დობის ჩატეხილი ხიდები აფხაზებთან და ოსებთან, ყველა ჩვენს თანამემამულესთან აუცილებლად აღდგება. დღეს ამ კრებამ სააკაშვილის ხელისუფლებას გამოუცხადა უნდობლობის ვოტუმი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც 850,000 ადამიანი ქვია, თქვა რომ მას არ უნდა ეს ხელისუფლება. დღეს ჩვენ თქვით, რომ არ ვიმოქმედებთ იმ კონსტიტუციით, რომელიც მხოლოდ იმისთვის არის შექმნილი, რომ სააკაშვილი დარჩეს ხელისუფლებაში და მისი გუნდი კიდევ 10 წლეულების განმავლობაში. დღეს ჩვენ აქ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ხვალიდანვე დაიწყება ჩვენი უხჩაუხრელი ბრძოლა იმისათვის, რომ ყველა რაიონში, ყველგან, ყველა ქალაქში შეიქმნას კომიტეტები, რომლებიც მოამზადებენ დიდი დაუმორჩილებლობის აქციას, რომელიც დაფარავს არა მხოლოდ თბილისს, არამედ როგორც მინიმუმ საქართველოს რამდენიმე წერტილს. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები. ჩვენ ვჭირდება თქვენთან ერთად იმ რაოდენობის ადამიანები რუსთაველზე, რომლებიც უკვე ამ გადაწყვეტილების აღსრულებას დაიწყებენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძირფასო მეგობრებო, უკვე 5 დღეა ფეხით
დასავლეთ საქართველოსთან ქუთაისთან მოდიან ჩვენი თანამემამულენი გთხოვთ შევეგებოთ და მივესალმოთ მათ ხუთი დღე ფეხით მოდიან ეს არის მათი ბავშვი ახლა კი სერაზე მინდა ვთხოვოთ ჩვენს თანამემამულეს დიდ ქართველს ბობო ქარკაცს გუბას წარიღიძეთ მოგესალმებით ქრისტიანებო აღსრულდა დღეს და დღეს შეიქმნა ორგანო შეიქმნა სახალხო კრება დაფუძნებულია უფლება მოსილია თქვენს მიერ იმიტომ რომ თქვენ წარმოადგენთ ქართველ ხალხს აქ ახართ რამოდენიმე 1000 დელეგატი რომლებიც წარმოადგენთ რამოდენიმე ასეულ 1000 ჩვენს თანამოქალაქეს მე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე დღეს გაკეთდა დიდი ბანაკი გაფორმდა დიდი ბანაკი გინდათ დაარქვით საბრძოლო ბანაკი გინდათ დაარქვით პოლიტიკური ბანაკი ეს არის ეროვნული ბანაკი მე მინდა გითხრათ რომ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზული გასაკეთებელი ჩემო ძვირფასებო აქ გამოცხადდა რომ იწყება მზადება საერთო სახალხო პროტესტისათვის ამისათვის აი მე მინდა მივესალმო ჩვენს იმერელ ძმებს ფორუმელებს რომლებიც ფეხი ჩამოვიდნენ თბილისში ბარაკალა მათ კაცობას და ვაჟკაცობას საქმე გვაქვს ბევრი გასაკეთებელი ჩვენ გვჭირდებათ არაზმულობა და რაც მთავარია ორგანიზებულობა მე მინდა ვიყო გულახთილი თქვენთან დღევანდელი ყრილობა უფლებამოსილია და საკმარისი დელეგატები იყო ჩამოსული მაგრამ იმ საქმეს რაც ყველას გულში გვიდუხს და გვინთია ჭირდება გაცილებით მეტი ქართველი ვიდრე დღეს ავართ აქ ერთმანეთს უნდა უთხრათ სიმართლე მე მინდა ყველას ვინც დღეს აქ ახართ მადლობა გადაგიხადოთ გმირობისათვის ამ ტერორის პირობებში რომ მოხვედით და თქვენი ნება დააფიქსირეთ და გადაწყვეტილება მიიღეთ მაგრამ მე ამავე დროს მინდა მივმართო ყველა ქართველს ვინც დღეს აქ არ მოვიდა ან ვერ მოვიდა ვინც ვერ მოვიდა იმათთან პრეტენზიები არ მაქვს მაგრამ ვინც არ მოვიდა ჩემო ძვირფასებო დაანებეთ თავი ტელეეკრანებთან ყოფნას და ნუელოდებით რომ აქ შუა საუკუნეების მსგავსი გმირები გამოჩნდებიან ასპარეზობაზე და ურჩხულს დაამარცხებენ გამოდით ლეგენდებიდან თვითეულმა თქვენთაგანმა მიიღეთ გადაწყვეტილება თორემ ღვთის რისხვა სააკაშვილი გვყავს უკვე ქვეყანაში მე მინდა გითხრათ ერთი რამ გუშინდელ საინფორმაციო წყაროებს როცა უსმენდი მარტო ვიჯექი და ვფიქრობდი ხალხო რაღაცა გამრუდებულ სამყაროში ვცხოვრობთ რაღაცა ცუდი ბოროტის ღაპრის ქვეყანაში ვცხოვრობთ ხელისუფლება წავიდა ლისაბონში 80 ქალბატონი მიისადაგა იქა არა ჩვენ გვეცინება ჩვენ ქვეყანას ჭირს ეს ხალხო საერთოდ წესიერი კაცი სხვა ქვეყანას რო ჭირდეს ეს იქაც არ უნდა გაიცინოს მაგრამ ჩვენ აქ ჭირს ხო ესა მეტი რა უნდა ქნას ამ კაცმა ჩემო ძვირფასო ქართველებო ვინც დღეს ამ მიტინგზე არ მოხვედით მეტი რაღა უნდა გიქნათ სააკაშვილმა ჩვენ გვაქვს ერთი მინუსი ქართველობას სულ სხვას ვეკითხებით შენ რას იზამ ის რას იზამს გუბა სანიკიძე რას იზამს კახა შარტავა რას იზამს ნონა გაფრინდაშვილი რას იზამს ჩემი მეზობელი რას იზამს
ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს, შეკითხვები საკუთარ თავს დაუსვათ აცი. რაშია საქმე? ვართ ჩვენ ერი თუ არა ვართ? აგაშენათ ღმერთმა, მაგრამ მე მათ ვეკითხები, ვინც დღეს აქ არ მობრძანდა, ვინც მიხეილ სააკაშვილი გაახარა, ისე არ აღმოჩნდეს, რომ ჩვენ ოცნებობდეთ, მაგრამ რეალობა სხვა რამე იყოს. მე არავითარ შემთხვევაში არ მჯერა ამისი, რომ ჩვენ უმომავლო ხალხი ვართ, მაგრამ მომავალს გამოჭედვა უნდა ხალხო. ყოველდღიური ცხოვრება, ყოველდღიური შრომა და ყოველდღიური ბრძოლა უნდა. კაცა თუ ხარ გაჩენილი, კაცი კომფორტისთვის არ გაჩენილა. როგორც სააკაშვილი. სააკაშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა კომფორტზე და სხვათა შორის არასოდეს არ დაუმალავს, თქვა კიდევაც. სხვათა შორის გულწრფელობა დასჭემდა ამ ბოლო დროს. რასაც ფიქრობს, იმას ლაპარაკობს. თქვა რომ ჩემი ბავშვობის ოცნებები ავისრულეო. ბავშვობის ოცნებას პრეზიდენტობის დროს რომ აისრულებ, იმ ქვეყნის საქმე არის დამთავრებული და ძალიან ცუდად არის. ამიტომ მე ყველას მოუწოდებ, იფხიზლეთ ქართველებო, ემანდ ეშმაკი არ წამოგადგეთ თავზე. მე მინდა ჩემი სიტყვა დავასრულებ დიდი ოპტიმიზმით, მაგრამ ეს ოპტიმიზმი გამსჭვალულია მარტოდ და მხოლოდ შრომით. სხვანაირად არ გამოგვივა ხალხო. კომიტეტები დასაფუძნებელია, რეგიონები ფეხზეა დასაყენებელი და მე ეროვნული ფორუმის სახელით ვაცხადებ, რომ ეროვნული ფორუმი მედრო შეიქმნება ამ საქმეში. გული არ გაიტეხოთ, ყველაფერი კარგად არის. შეიძლება დღეს რაღაცა გვინდოდეს, მაგრამ როცა შეიძლება არ გამოვიდეს დღეს, ხვალე მაინც გამოვიყვანთ ამას. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რამოდენიმე ასეულ ათასი უჯიათი ქართველი მაინც დარჩენილია და მოდი იმ ქართველობას გაუმარჯოს. გაგიმარჯოთ ღმერთმა. აგერ რამოდენიმე დღის წინ წმინდა გიორგობა იყო ჩვენთან და წმინდა გიორგი გფარავდეთ თქვენ თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენ სამშობლოს და სრულიად საქართველოს. გაიხარეთ ქრისტიანებო, დიდი მადლობა. აი ჩემი ძმა კახად ვალიშვილი, რომელიც ფეხით ჩამოვიდა და ფორუმის დროშა იმერეთიდან ჩამოგვიტანა. ოჩახ იმერლებო, ოჩახ ქუთაისო, ოჩახ ვანო, ოჩახ ხოლო და ასე შემდეგ. მივესალმოთ ჩვენ ძმებს, დიდი მადლობა. აქ ამ კიბეებთან იყვნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები. მათ შორის იყო სრულიად ჭაბუკი, მაგრამ უკომპრომისო კაცი. ეს არის ირაკლი ბათიაშვილი. ხავთ მივესალმოთ მას. მოგესალმებით, თანამემამულენო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ჩვენი ხალხი საბოლოოდ აიძრგუნა, რომ ჩვენი ხალხი საბოლოოდ მიეცა სასოწარკვეთილებას, რომ ჩვენ ყველამ საბოლოოდ თითქოს და მივიძინეთ. მაგრამ სწორედ დღევანდელი დღით, აი ამ საერთო სახალხო კრებით 25 ნოემბრით დაიწყო საქართველოში დიდი გამოღვიძება. აქ ახსენეს ტერმინი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. სწორედ საერთო სახალხო კრება უნდა იყოს ათვლის წერტილი საქართველოში ხელახლა ეროვნული მოძრაობის აღზევებისა. ჩვენ უნდა აღვაზევოთ, ავაღორძინოთ საქართველოში ეროვნული იდეა. ჩვენი მიზანი არის საქართველოში მართლაც და დავამკვიდროთ ქართული სახელმწიფოებრიობა ჩვენი ტრადიციებით და დავამკვიდროთ ამასთან ერთად ნამდვილად თავისუფალი საზოგადოება. თქვენ მართლაც და
დიდი გმირობის ფასად მოგიხდათ აქ მოსვლა. დღეს აქ ჩამოსულები არიან, ნახეთ, რამდენი რეგიონებიდან, სადაც მიდის პირდაპირი ტერორი მოსახლეობაზე. პირდაპირი ტერორია სამეგრელოში, პირდაპირი ტერორია აჭარაში, პირდაპირი ტერორია მესხეთ-ჯავახეთში, ქართლში, კახეთში, ყველგან. და მიუხედავად ამისა, ადამიანებმა გადალახეს ეს შინაგანი ბარიერი, ეს შიშის გზნობა და მოვიდნენ აქ და ეს არის ყველაზე მთავარი. დღეს ავანსცენაზე გამოვიდა არა ირაკლი მათიაშვილი და ვიღაც პიროვნებები და პოლიტიკური პარტიები უბრალოდ. არამედ ავანსცენაზე გამოვიდა ქართული საზოგადოება, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი. დღეს ჩვენ თუ აქ ვართ, რამდენიმე ათეული ათასი, ხვალ ვიქნებით კიდევ მეტი, ზეგ კიდევ მეტი. აქ შეიკრება 100,000-ობით ადამიანი. ჩვენ ყველანი აქ ვართ მოსული იმისათვის, რომ შევასრულოთ ის დავალებები, რაც გადაწყდა ამ კრებაზე. ხალხმა კრებამ თქვენი სახით უნდობლობა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს, მატყუარა პრეზიდენტს. წაიკითხეთ რა წერია იქ. საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი. აი ჩვენი ხალხი, რომელიც დღეს თბილისშიც, ბათუმშიც, ახალციხეშიც, ინოწმინდაშიც, ყველგან მარნეულში, კახეთში, ქართლშიც, ჩვენ რაიონებში გვიხდებოდა სიარული. ყველგან მთელი მოსახლეობა არის დაზაფხული. ხალხი არის უკიდურეს გაჭირვებაში. გაჭირვებასთან ერთად ჩვენ ხალხში არის უპერსპექტივობის სრული განცდა. მე საერთოდ ესეთი კატასტროფული სიტუაცია არ მახსოვს. თქვენ გახსოვთ ხალხო ესეთი მდგომარეობა? და ამ დროს, როდესაც ჩვენ ყველა ვართ ესეთ საშინელ გაჭირვებაში, ფიზიკურ და სულიერ გაჭირვებაში, გამოდის მიხეილ სააკაშვილი, ხან ვენახებთან დგება, ვენახების ფონზე, ხან პლავკებით გამოდის და გვეუბნება, ხალხო, ყველაფერი კარგად არისო. ყველაფერი საქართველოში არის კარგად. და თურმე ჩვენ რეიტინგებით ვასწრებთ იაპონიას, გერმანიას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და აი ყველაზე მეტად არა გაჭირვება, არა ეს სიმძიმე ცხოვრების, არამედ აი ეს ტყუილებია რო აღიზიანებს ჩვენ ხალხს. აი ეს არის რაც ჩვენში უდიდეს პროტესტს და აგრესიას იწვევს და ის უსამართლობა და ძალადობა, რაც მოდის ხელისუფლების მხრიდან. დღეს ჩატარდა კრება, მიღებული იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები თქვენი მხრიდან და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ აღვასრულოთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვიწყებთ საქართველოში ყველგან, ყველა რაიონში, ყველა ქალაქში დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნას. ეს არის არა მარტო ჩვენი საქმე. ჩვენ ყველას დღეიდან გაქვთ ეს დავალება. ხელვაჩაურში, წალენჯიხაში, აბეშეში, სანტრედიაში, თელავში, შუახევში, თბილისის ყველა რაიონებში უნდა შეიქმნას დაუმორჩილებლობის კომიტეტები და დაიწყოს დიდი ეროვნული დაუმორჩილებლობის პროცესი. და ეს პროცესი არ გაიწელება უსასრულოდ. ეს პროცესი მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე და საქართველო უნდა განთავისუფლდეს იმ ჭირისგან ერთხელ და სამუდამოდ, რასაც ქვია მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმი. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. სოფლიოს ორგზის და რამდენიმე გზის ევროპის ჩემპიონი ჩვენი სიამაყე ლუკა კურტანიძე. თითოეულ თქვენთანგანს მოგესალმებით, უდიდესი სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით. თითოეული თქვენთანგანის ვალში ვართ, ჩვენ და მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ, რომ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ვაძლიერებთ ერთმანეთს.
თითოეული ჩვენთაგანი ვიც აქ სიტყვით გამოდის პირობას გაძლევთ რომ გაჩვენებთ იმ თავგანწირვას რომელიც თქვენ თითოეული თქვენთაგანი ღირსი ხართ ღირსი ხართ იმიტომ რომ ხართ ღირსეული ქვეყნის მოქალაქეები და იბრძვით იმისათვის რომ ერთად ხელჩაკიდებულმა ერთად გაერთიანებულმა თაობებმა არა გაყოფილებმა სამართლიანი ერთიანი საქართველო ავაშენოთ რამოდენიმე წელია ვამბობთ რომ ერთად უნდა დავდგეთ და ერთიანი ძლიერი და მართალი საქართველო მაგრამ ყველაზე მთავარი ლაღი საქართველო უნდა ავაშენოთ რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ერთმანეთს ღირსეულად შევხედოთ არამედ არ გავყოთ ის თაობები რომელმაც საუკუნეებით ჩვენ მოგიტანეს ის საქართველო რომელსაც ჩვენ ვამაყობთ თაობებმა რომლების გზაზე ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა გავიარეთ თითოეული ჩვენთაგანი ახალგაზრდა რომელიც მოდის თითოეული თქვენთაგანის ვალშია ამიტომ ჩვენ არ აქვს იმის უფლება და არც ფუფუნება რომ ქართველები დავიყოთ და 20 წლის განმავლობაში ერთმანეთი ვაქილიკოთ ერთმანეთს ძალა წავართოთ და ის ძალა რომელიც ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს გვაძლევს ერთობის და ძლიერების ძალას მე მოჭიდავე კაცი ვარ და ვიცი რა არის ერთიანობის და ერთად დგომის ძალა და მე მინდა თითოეულ თქვენთაგანს მოდი ერთმანეთს საქართველოსთვის ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ერისთვის თავგანწირვა ვანახოთ რომ ჩვენ მომავალს ღირსეულად შევხვდეთ მომავალში და როდესაც კითხვას დაგვისვამენ ღირსეულად გავცეთ პასუხი ჩვენი ერთად დგომა სახალხო კრების სწორუპოვარმა გზამ ყველამ თითოეულ ჩვენთაგანს დაგვანახა რომ დღეს ერთიანდება ის ადამიანები ერთიანდებიან ის პოლიტიკური ძალები რომლებიც ხედავენ რომ სახალხო კრებაში და ქართველი ერის წინაშე ღირსეული საქართველო უნდა ააშენოთ მე მინდა ყველა თითოეულ თქვენთაგანს იმ პოლიტიკურ ძალებს რომლებიც ვალდებულად თვლიან თავის თავს რომ ერთთან ხალხთან დადგენ და ხალხში ნახონ ძალა მე ყველას მადლობა მინდა უთხრა მე მინდა ფორუმს კონსერვატორებს ყველას თეთრებს დემოკრატიულ მოძრაობას ერთიან საქართველოსთვის ყველას მადლობა უთხრა და მოუწოდო რომ საზოგადოება და ხალხი იძლება დაკვეთას და ეს დაკვეთა არის ერთიანი მართალი მთლიანი საქართველო ღირსეული ლაღი საქართველო მე მოკლედ გეტყვით ერთ ჩემს სიტყვას თითოეული თქვენთაგანისათვის თითოეული ქართველისათვის ვარ განწირული და ბოლომდე ვიბრძოლებ რასაც საქართველოს ძლიერება ქვია ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი პროფესორი დიდი პატრიოტი ელიზბარ ჯაველიძე ხო მოგესალმებით ქართველნო დიდათ მოყვარე ერისა და ღვთისა მაგრამ დადგა დრო რომ ჩვენში შავი კატები მომრავლდნენ სხვათა შორის თუ დადიხართ თბილისის ქუჩებში ამდენი შავი კატა მე არ მინახავს არც ამდენი სატანა ხელისუფლებაში ამიტომ ჩვენი მიზანი ერთია როგორმე გავთავისუფლდეთ იმ ყივჩაღებისგან არა ყივჩაღები კარგია იმ პაჭანიკებისგან რომლებიც მოვიდნენ და ძალით დაიპყრეს ეს ხელისუფლება ქართველ ხალხს წაართვეს გამოხატვისუფლება ღირსების წაგვრა უნდა თქვენგან თქვენ ეკონომიკურად გიჭირთ მე მწამს მაგრამ ღირსების დაკარგვას არასოდეს ეგუებოდა ქართველი და ვერ შეეგუება დაიწყოს ჩვენი ფიზიკური განადგურება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მაგრამ ეხლა უნდა სული ჩაგვიკლა თქვენი წინიმე რეფორმაო განათლების ეს განათლების რეფორმა კი არ არის ეს არის დეფორმაცია
სადაც ყოველგვარი ეროვნული ამოძირკვეს და არის დიდი შეტევა ჩვენს ეკლესიაზე, მართლმადიდებლობაზე და იცით რატომ? ყველაზე უფრო მეტად იციან ამ ბრიყვებმა, რომ სულის მოკლა არ შეუძლიათ, ამიტომ უნდა სულის წარღვნა. არ აღირსებათ ესა. თქვენ ქართველებო ეხლა გიყურებთ და 2000 კაცი ეხლა 20000 30000 და ცოტა ვართო 2000 კაც გაუმარჯვია ქართველებს თქვენი ჭირიმე. თუ სულით შემართულნი ვიქნები, თუ კი მამული გვეყარება, თუ კი ერი გვეყარება, თუ კი ჩვენი საკუთარი სინდის წინაშე პასუხებელი ვიქნებით და ჩვენი ოჯახის პატიოსნებას და ზნეობას დავიცავთ და საქართველოს ბოდიში მომიტყევია ხალხო პიტარასტებისგან ვიხსნით. თქვენ გავიმარჯვებთ, თქვენ გაიმარჯვებთ, თქვენ ახართ უფლება მოსილი ქვეყანა მართოთ და ის ხელისუფლება ურარგისი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რომელიც დაიქირავეთ თქვენ და თქვენი მსახური უნდა იყოს შეიცვალა თქვენ გამსახურებთ და თვითონ ბატონობენ. ამიტომ ჩაუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავაქციოთ ბანია, გაგიმარჯოთ, კარგად იყავით. ერთიან პატრიოტად სრულიად საქართველოს გაუმართ. დრომა თეთრების ლიდერი ბატონი თემურ შაშიაშვილი. მოქმედების დრო დადგა. დღეს ეს გადაწყვეტილებაა მიღებული. გვეშველება ძალიან ბევრი კითხულობს. დავიბრუნოთ ღირსება და გვეშველება. დღეს ვდგევართ აქ იმიტომ, რომ გავაკეთოთ დიდი შემოძახილი, როგორც საქართველოს მოსახლეობის, ქართველთა მიმართ, საქართველოში მცხოვრებთა მიმართ, ასევე მთელი მსოფლიოს მიმართ. დღეს ჩვენ მთელ საქართველოს ეს შეხვედრა ეროვნული კრება, სახალხო წარმომადგენლობითი კრება ეუბნება. დავიბრუნებთ ღირსებას, დავიბრუნებთ ძლიერ საქართველოს. ღირსებისათვის ბრონა, ბრძოლა ყველა ოჯახისათვის, ყველა პიროვნებისათვის უმნიშვნელოვანესია. არ შეიძლება ვითმენდეთ ხელისუფლებას და ღირსეული გვქვიოდეს, ვითმენდეთ იმ ხელისუფლებას, რომელიც ბატონივით ცხოვრობს და ჩვენ ხმებივით გვექცევა. არ შეიძლება ვითმენდეთ იმ ხელისუფლებას, რომელმაც ისე მოიწყო ცხოვრება, რომ შეიხებსაც კი გაუკვირდებათ ისეთი სიმდიდრე გააჩნია სააკაშვილის პირადად, ვანო მერაბიშვილს, მის ამალას და ყმებივით აცხოვრებენ და 80 ლარს ამადლიან პენსიონერებს. არ შეიძლება კონდეს ღირსება და ვითმენდეთ იმას, როგორც ექცევიან ქართულ ბიზნესს, რომ საქართველოს ბიუჯეტი ივსება იმ ფულით, რომელიც ჯიბიდან ამოუღეს ადამიანებს და წაართვეს. არ შეიძლება კონდეს ღირსება და ითმენდე იმას, რომ შენ შვილიშვილს აღთევინებენ იმაზე მეც უმაღლეს სასწავლებელში სასწავლებლად, ვიდრე აღთევინებენ სხვაგან და ყველაზე მძიმედ ვისაც ეს დრო აწვება ახალგაზრდებს, იმიტომ რომ 9 მილიარდია უკვე საქართველოს ვალი და ეს ვალი გადასახდელია იმ სტუდენტების, გადასახდელია იმ ახალგაზრდების, რომლებიც წყნარად და მშვიდად არიან სამწუხაროდ. არ შეიძლება კონდეს ღირსება ითმენდე იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენს ფულს ბიუჯეტში შესულ ყოველი ლარიდან მხოლოდ 20 თეთრ სახმარს ქვეყანას დანარჩენს ან ჯიბეში იდებს, ან თავის თანამდებობისათვის აკეთებს. ნახეთ, სააკაშვილებმა რა სახლი გააკეთა ბარათაშვილის ხიდზე რომ გამოხვალთ, გუმბათი როგორ დაადგა ისეთივე როგორც თავის სასახლეს. სოფლიოს არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ღირსეული ადამიანი არ აპატიებდა ამას, თავის ხალხს და თავის ხელისუფლებას. თუ არავინ არ აპატიებდა, რატო უნდა ვაპატიოთ ჩვენ? და სწორედ ეს არის შემოძახილი მთელი მსოფლიოსათვის. ვისაც გიყვართ საქართველო, იმეგობრეთ საქართველოსთან და არა სააკაშვილთან. სააკაშვილი არ არის საქართველო. საქართველო არის ქართველი ხალხი. საქართველო არის ის ხალხი, ვინც ცხოვრობს საქართველოში. თქვენ რომ მეგობრობთ და აქეთ სააკაშვილს, მოითმენთ თქვენს ქვეყანაში ისეთ მხედართ მთავარს, რომელიც პატარა გახმაურებაზე მიწაზე ფორთხავს. არ მოითმენთ,
რატო უნდა მოითმინოს ეს ქართველმა ხალხმა და რატომ გიკვირთ თუ ჩვენ სახალხო წარმომადგენლობით კრებას და ეროვნულ კრებას ვატარებთ? მითხარით, სოფლიოს რომელი ქვეყანა მოითმენს იმას, რასაც ტყუილებით გჭედავს, ან თუნდაც რა მდგომარეობაში ჩვენი ტელევიზიები, საოცრად ძლიერი ჟურნალისტები ყავს ჩაღენებული ამ ხელისუფლებას, არც ერთი არ მოითმენდა. რატომ უნდა მოითმინოთ ჩვენ? არ მოითმენთ. ჩვენ დღეს აქ არ ვართ იმისათვის, რომ ვინმე სიძულვილი გამოუცხადოთ. ჩვენ დღეს მთელ მსოფლიოს ვეუბნებით. ჩვენ ვართ დღეს აქ არა სააკაშვილის წინააღმდეგ, არა სააკაშვილის სიძულვილით, არამედ ჩვენ დღეს აქ ვართ საქართველოს სიყვარულით. საქართველოს სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ და ის ადამიანები, ვინც ებრძვიან საქართველოს, ჩვენ მათგან უნდა გავანთავისუფლოთ საქართველო. არ შეიძლება ამ ხელისუფლებას ოდნავ არ აქვს იმის განწყობა, რომ უყვარდეს საქართველო. აი რომ დააწერეს აქ ნომერი პირველი რეფორმატორიო. სწორია, მსოფლიო ბანკმა ამ შემთხვევაში სწორად მიანიჭა, მაგრამ ამ ათეულში არ არის არც ერთი ძლიერი ქვეყანა. ამ ათეულში პირველ ადგილზე გამოდის ის ხელისუფლება, რომელიც ადვილად გასაკიდად აქცევს თავის ქვეყანას. საქართველოს სააკაშვილმა აქცია ადვილად გასაკიდად და ჩვენ ამ საქმეში ვართ პირველები. სწორია ის, რაც აქ წერია, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ ბრბოხართ, არ გესმით, რას ნიშნავს ეს? ეს არის ტრაგიკული პირველი ადგილი, ბატონებო, ტრაგიკული. ჩვენ პირველ ადგილზე ვართ იმით, რომ ერთადერთია საქართველო, რომლის პრეზიდენტი მიწაზე ფორთხავს და ერთადერთია ქვეყანა, რომელსაც ყავს პრეზიდენტი, რომელმაც თავისი ქვეყანა ადვილად გასაკიდი გახადა. ნუ გიკვირთ, მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ ჩვენ ასეთ ხელისუფლებას უთხრათ უარი. ეს არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი შემოძახილი დღეს კახეთში. როდესაც ვიყავით ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა ქალმა თქვა, მეზობელთან შევედი და ტელევიზორი ქონდა ჩართული. როცა გამოჩნდა სააკაშვილი, გამორთო ტელევიზორი და ასე თქვაო, ჩემს სახლში შენ არ გალაპარაკებო. ეს არის სიძლიერე საქართველოსი. ის არის თავისუფალი ადამიანი. მადლობა ყველას, ის ქალი დღეს აქ არ არის. ამ განწყობას გამოხატა, ამ განწყობა აქვს საქართველოში 90-95%. როდესაც მე სამეგრელოში მითხრეს, რომ ხელისუფლებისათვის ხალხი მკვდარი ვართ, ოპოზიცია ჩვენთვისაა მკვდარი, გაიყიდა ინტელიგენცია და რატომ დუმს პატრიარქიო. ეს სწორი შეფასება იყო იმ დროისათვის, მაგრამ დღეს სწორედ არის დიდი განცხადება საქართველოს ხალხის, რომ ჩვენ უკვე აღარ ვიქნებით წყნარად, ჩვენ დიდი გაზაფხული გვექნება. არიან ინტელიგენციაში დიდი კაცები, რომლებსაც არ ეშინიათ და არ გაყიდულან და არ დაჩოქილან და არ დუმს პატრიარქი. ერთი რაც არის დღეს, ჩვენ ხალხი მკვდარი ვართ ამ ხელისუფლებისათვის, მაგრამ ჩვენი ადამიანები, ვისაც ეს ხელისუფლება გვთვლის მკვდრად, ვინც ეს ხელისუფლება გვთვლის ყმებად, სწორედ ეს ხალხი დღეს იწყებს დიდ მოძრაობას. ჩვენ გვექნება დიდი გაზაფხული, დიდ გაზაფხულს გაუმარჯოს საქართველოში და დღეს ეს იწყება სწორედ. ჩვენ ხედავთ, რომ სახალხო წარმომადგენლობით კრებაში სხვადასხვა პარტიისა და სხვადასხვა მოძრაობის წარმომადგენლები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი ხალხთან არის. მე მინდა სცენაზე მოვიწვიოთ ტრიბუნასთან კობა დავითაშვილი. მოგესალმებით, მეგობრებო. მთლიანად ეროვნული საბჭოს სახელით მივესალმები წარმომადგენლობით სახალხო კრებას. აქ თქვენს ოპოზიცია მკვდარია, მე კაიხლის მკვდარი უნდა ვიყო, მაგრამ რა ვქნა, დავრჩი ცოცხლად და მოვედი ისე თქვენთან. ჩემო მეგობრებო, ძალიან დიდი სამუშაო გვიძევს წინ. დღეს ამ სამუშაოს პირველი დღეა. მე ვიცი, რომ ყველას გვინდა სწრაფად, ყველას გვინდა ჩქარა, მაგრამ ჩვენ ეს სამუშაო უნდა გავწიოთ. სამუშაოს ვერ ავწდებით და ეს სამუშაო არის ორგანიზება და იმ ხალხის ინტერესის გათვალისწინება, ვინ დღეს აქ არ არის. დღეს დიდებული საზოგადოება აქ შეკრებილი, მაგრამ უამრავი ადამიანი არ მოსულა და ამ ხალხთან მუშაობაა საჭირო. გარდა პოლიტიკური საკითხებისა, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ იმ გაუსაძლის ყოფაზე, რომელშიც ხალხი იმყოფება. იცით თქვენ, რომ გაძვირდა ძირითადი საშუალებები ცხოვრების, პროდუქტი, წყალი,
აი სულ ახლა ხან ყველაფერია, მე არ ვიცი, მთავრობამ დადგენილება მიიღო, ხორცი გააძვირა თავის გადაწყვეტილება. მე პირადად 9 სულიანი ოჯახი მყავს და წყლის გადასახადი ჩემთვის ძალიან მძიმეა. ძალიან რთულია და მიუღებელი. ამ ხალხის ინტერესიც უნდა გამოხატოს სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ. ისეთი სოციალური საკითხები, როგორიც არის აი ეს გაძვირების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც არის პენსიონერთა უფლებების დაცვა, დევნილთა, მცირე მეწარმეთა უფლებების დაცვა, ყოველდღიური დღის წესრიგი უნდა გახდეს. ჩვენ ხალხს უნდა მივმართოთ და გვაქვს ეს გეგმები. დიახ, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ უნდა მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ხალხზე იზრუნებს, რომელიც ხალხს წრემს შეუმშრალებს და რომლიდანაც თითოეული ქართველი გამარჯვებული დარჩება, წარმატებული იქნება. ეს მუშაობა გვჭირდება ჩვენ. ერთი რამ კიდევ, რაც აუცილებელია, ეს არის ხალხის და განსაკუთრებით ოპოზიციის ერთიანობა. მე მინდა ვისარგებლო და ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მივმართო ყველა პოლიტიკური პარტიის, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. დღეს არ არის ერთმანეთთან კინკლაობის დრო. როდესაც ოპოზიცია ერთმანეთს აკრიტიკებს, ამით მხოლოდ ხელისუფლება არის მოგებული. ჩვენ შევეჯიბროთ ერთმანეთს ხალხისთვის უკეთესი გეგმების წარდგენაში, უკეთესი პროგრამის წარდგენაში. ასპარეზი იყოს სწორედ სახალხო კრება და ხალხის გადაწყვეტილებებს დავემორჩილოთ შემდეგ და განვახორციელოთ ცხოვრებაში. ამიტომ მოუწოდებ ყველას, გავერთიანდეთ მეგობრებო. გავერთიანდეთ და მე ვიცი რომ თქვენი სულისკვეთებაც ეს არის. მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერია და ერთობა გვჭირდება სწორედ იმიტომ რომ ის დავამარცხოთ. მოწინააღმდეგეს რეალური შეფასება უნდა. არ არის საჭირო დამცრობა იმ საშინელი ძალისა, რომელსაც ჩვენ ვებრძვით. ამიტომ ერთობა ჩვენთვის აუცილებელია. დღეს ამ ერთობისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა და ეს თქვენი დამსახურება, ვინც მობრძადით აქ, დღეს თქვენ გააერთიანეთ პოლიტიკური ძალები და დიდ მადლობას გიხდით ამისათვის თქვენ. ჩვენ ეროვნული საბჭო გვიგულეთ თქვენს ერთგულ თანამებრძოლებად, ჩვენ მზად ვართ, ბოდიშით ეხლა მაცნობეს ექიმი თუ არის ვინმე შეუძლოდ გახდა, ქალბატონი გახდა შეუძლოდ და იქნება აქეთ მობრძანდეს ჩვენგან ხელმარცხნივ, თქვენგან მარჯვნივ. ძალიან გთხოვთ. უზრუნველყოფენ ხმამსა. დიახ. მე ერთ რამეს მოგახსენებთ და ამით დავასრულებ. ჩვენ არასდროს არ გვიღვაწია რომ სათავეში მოგწეოდით საზოგადოებას. ჩვენ ყოველთვის გსურდა და დღესაც გსურთ ვიყოთ ხალხის მსახური. ამიტომ მოგმართავთ სულით და გულით. გვიგულეთ თქვენს ერთგულ თანამებრძოლებად. ნებისმიერი გადაწყვეტილება სახალხო კრებისა ჩვენს მიერ იქნება აღსრულებული. დიდი მადლობა, იცოცხლეთ და გაიხარეთ. ბატონი ლელიკო ჯაფარიძე, გთხოვთ ბატონი ლელიკო. მოგესალმებით საქართველო. მიხარია რომ გიყურებთ. მინდა რომ ვიყოთ მეტნი. ბევრი ვიცი ახლა მე ყველას ერთი და იგივე შეკითხვა გექნებათ ჩემთან. რას მოვიმოქმედებთ შემდეგ? მე გეტყვით თქვენ ერთს. რა არ იქნება ჩვენთან? ჩვენთან არ იქნება თავისუფლების ინსტიტუტი. ჩვენთან არ იქნება სკოლებში პოლიცია ბავშვების შესაშინებლად. მანდატურები ქვიათ, ახლა დამიძახა ვიღაცა. ჩვენთან არ იქნება ის უსამართლობა, რომელიც უფევს დღეს იმ სასამართლო წესებით, რომლითაც დღეს ხელმძღვანელობს უკვე გადაყენებული ჩვენგან ჩვენი კრებით გადაყენებული პრეზიდენტი. ჩათვალეთ რომ პრეზიდენტი ჩვენ აღარ აყავს. თქვენ მიიღეთ შემოკარგებო თქვენი მანდატები ხელისაწევით კრების წარმოდგენილი სიტყვები. პრეზიდენტი საქართველოს დღეს აღარ აყავს.
შედგება შემდეგი არ იქნება ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფა იქნება ჩვენი ჯიშის რჯულის აღმავლობა ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩემო ხალხო დღეს დაჩაჩანაკებულები რო ვართ ჩვენ უნდა დავდგეთ მაგრად ფეხზე ერთმანეთის გვერდით ერთ გავაგულიანოთ ერთმანეთი შევაგულიანოთ უთხრათ რაშობი დილას რო გამოვდივართ დილაზე რო გამოვდივართ სარკისი პირჯვარი გადავიწეროთ სულ ვახსენოთ მაღლა უფალი მამაო ჩერნო თქვათ და მოვიდეთ დავდგეთ ერთმანეთის გვერდზე ხო გვიყვარს ერთმანეთი კაცო ხო გვიყვარს რა დღეში ჩაგმოგდო რომ მამაკაცს არ შეუძლია სახში მისვლა ცხენიერო ბოლს ერთი პატარა კამფეტი მიუტანოს და დილას გარბის ადრე რომ ბავშვმა არაფერი არ თხოვოს აი ამისთან ამ დღეში ვარ დღეს გამწარებული ერი დამერწმუნეთ ამ კრების მერე აღდგება დადგება ფეხზე ამოვწევთ ჩვენ თავს და გაგვეხარდება აი ამ გამზირზე გამოვლა მე მასოს ის დრო როცა გაღიმებული თვალებით იყო სავსე აქაურობა გაღიმებული სავსე იყო ერთმანეთს სახლში როც აგერ ლერმონტოვის ქუჩაზე ცხოვრობდი და მანამ მივიდოდი კონსერვატორიამდე საათ ნახევარი მჭირდებოდა იმდენი გახარებული ხალხი იყო ქუჩაში და ხვდებოდა და პირზე კოცნა იყო დღეს ერთმანეთს ვერიდებით სტუმარს ერიდება ადამიანი პირიქით ქართველი კაცი როდის იყო რომ სტუმარს ერიდებოდა დამერწმუნეთ ერთად ბავში დამერწმუნეთ აი რაც თქვი ის აღარ იქნება და ეს არის ჩვენი უფლება ჩვენი ძალა ამ კრებამ მიიღო ეს დადგენილება ამ კრებამ ჩათვალა აუცილებლობად რომ ჩვენი პრეზიდენტი რომელიც დღეს გრიალებს სასა ჯანდაბაში რომელსაც 80 მეწავი ქალი შეუყვანია ლისაბონში და იყო რიარია აი ამისთანა პრეზიდენტი გვინდა ამისთანა პრეზიდენტი გჭირდება დამერწმუნეთ ხალხო მე რომ ამბობ ამას დარწმუნებული ვარ ღრმად ერთ ამბავში მე არა ვარ პატარა ხნის მე მოვლია ჩემი ქვეყანა და ჩემი ცხოვრება მე ვიარე რამდენი დამჭა მე არ ვიცი რასაც მაჩუკებს უფალი ღმერთი აგერ არის ქაშვეთი ეგერ არის სამება მისი მადლი იყოს ჩვენთან სულ მაგრამ მე ვიცი ერთი რომ მე გამაცილებ ცრემლით ეს ვიცი და დარწმუნებული ვარ მე და ქართული მიწა ჩემი საყვარელი მიწა მე მიმიღებს ამას არ მიიღებს ქართული მიწა ამოატრიალებს და ამოაგდებს ასე იქნება ეს დამერწმუნეთ ძალიან მიყვარხართ სულ ყველა მანამ სული მიდგია პირში მithქვია და ვამბობ მე ვიქნები თქვენთან თქვენი ყავით ჩვენთან იმიტომ რომ თქვენ ახართ რაც ახართ ხალხი და კრება ეს არის სიძლიერე ჩვენი ერის უთქვენოთ ჩვენი ყველას ფასი არის ნულის ტოლი გეფერებით სულ ყველას ყოცრი თქვენი ლელიკო ჯაფარი მეგობრებო პატარა ბავშვი დაიკარგა ხელოვნა მაჩალაძე თუ ვინმე ვნახოთ პატარა ბავშვი აქ სცენასთან მოიყვანეთ პანიკის გარეშე და მშობლები მიაკითხავენ ბატონ იური ვასაკაშვილს მინდა სიტყვა მივცე მოგესალმებით ბატონები ჩემო საყვარელო ხალხო ჩვენ რამდენიმე თვეა ვდებოდით ოპოზიციურ პარტიებს და ყველას უხსნიდით რომ თანხმობის და ერთიანობის გარეშე არაფერი არ გამოვა და დღეს მიიღო ამას შედეგი და ბევრი ოპოზიციური პარტია მეტი ნაწილი დადგა კრებასთან კრება შედგა მეგობრებო
გილოცავთ ყველასთან. დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად ჩვენ გავალთ აუცილებლად ბოლოში. ყველა ჩვენთან გარისთვის ნათელია. ყველა ვიცით, არ დავიწყებ ჩამოთვლას. რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებას. ამ რეჟიმის ხვერპლი ვართ, სულ ყველა პირადად მე და ჩემნაირი რამდენიმე ოჯახი და დავდგეთ ერთად. არაფერი გამოვა სხვანაირად გადავარჩინოთ ქვეყანა და ჩვენი მომავალი შვილები ამაზე ძვირფასი დამიჯერეთ. არ არსებობს ამაზე დიდი კაპიტალი, რომ შენ მომავალს დაუტოვო ნორმალური ქვეყანა, შვილებს და გადავარჩინოთ ყველამ ერთად. ბატონებო, ხო ყველა ჩვენთან გამა ვიცი, ვინ არიან ესენი და სიმართლე გითხრა, ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, რომ დღეს მე ველოდი 10 იმდენს, რაც ჩვენა ვარ. მე ვიცი, რომ ყველა ჩვენთაგანის უკან 50-100 კაცი დგას. გეთანხმებით მაგაში, მაგრამ დღეს მთელი თბილისი აქ უნდა მდგარიყო და მიუწოდებ ყველას. ნუ დაიზარებთ, თუ რა უნდა, აი რეგიონებიდან ჩამოვიდეთ, ქვეშ შემოგევლეთ. ზოგი ფეხით ჩამოვიდა, ზოგმა გაიწვირა მატარებლით, ტრანსპორტით და თბილისელებო ქვეშ შემოგევლეთ. გამოდით, გადავარჩინოთ თბილისის და მთელი საქართველოს. მას ესე მოუწოდებ ყველას. იქნება. ეხლა დავждებით სათათბიროში ვითათბირებთ, დავგეგმავთ მომავალ შეხვედრას, დავგეგმავთ როგორ უნდა ვიმოქმედოთ და მერწმუნეთ, გავალთ სულ ყველა ერთად ბოლოში და გავთავისუფლდებით ამ რეჟიმისგან. ოცით ყველას და გილოცავთ ხევადელ დღეს მართლა ისტორიული დღეა, შედგა კრება და ყველა ერთად გავალთ ბოლოში. ოცით, გაიხარეთ შემოწმებული. ხალბატონო ციური ბებიას ეძებს ბავშვი და აი აქ მომძანდით სცენასთან. ნუ გეშინიათ. გეშინია რა ხალბატონო. ხალბატონი ეკა ბესელია მინდა მოვიწიოთ სცენა. ხო ხალბატონო ეკა. გამარჯობა საქართველო. თქვენ ხართ დღეს ისტორიული მნიშვნელობის, დიდი სახალხო წარმომადგენლობითი კრების და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მონაწილენი და ავტორები. თქვენ დღეს ქვეყნის პრეზიდენტად წოდებულს გამოუცხადეთ უნდობლობა. თქვენ დღეს მის ხელისუფლებად წოდებულ გუნდს გამოუცხადეთ უნდობლობა. თქვენ დღეს მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ ენდობით ამ ხელისუფლებას და ვისი პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი, თუ კი მას თქვენი ნდობა არ აქვს, თუ კი მას თქვენი მხარდაჭერა არ აქვს, ის აღარ არის ქართველი ხალხის მართველი და აღარ არის ქართველი ხალხის პრეზიდენტი, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი არ აქვს მას, რაც უნდა გქონდეს პირველ პირს, ეს არის ხალხის ნდობა და სიყვარული. ამიტომაც თქვენი გადაწყვეტილება არის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი და მე პატივს ვცემ ყველა თქვენთაგანის გამბედაობას, თქვენ სიმამაცეს, რომლებაც გამოიარეთ ამ ხელა გზა, ამდენი წინააღმდეგობა, დაძლიეთ შიში და მოხვედით იქ, სადაც ქვეყნის გადარჩენის საკითხი ხდება. მე კეთს ვიხრი თითოეული თქვენთაგანის წინაშე. თქვენ ხართ ქვეყნის ღირსეული ჯარისკაცები და დანარჩენმა საქართველომ მოგბაძოთ თქვენ ამ დიდ ეროვნულ ბრძოლაში, სადაც ქვეყნის გადარჩენის საკითხი ხდება. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება თქვენთან ერთად, რომ ის ჯგუფი, ის სათათბირო და აღმასრულებელი ორგანო აღასრულებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენს მიერ იქნა მიღებული. გამოცხადდა და მხარდაჭერილია საერთო საყოველთაო დაუმორჩილებლობა.
მთელი საქართველოს მასშტაბით და ამას ჭირდება საქართველოს ერთიანობა, სამოქალაქო მზაობა, ერთსულოვნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. არა მარტო თბილისში, რუსთაველზე, არამედ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ყველა რაიონში, ყველა უბანში და ქართველმა ხალხმა აი დღეიდან უნდა აჩვენოს დაუმორჩილებლობის, თვითორგანიზების, სიმამაცის და კოლექტიური გმირობის მაგალითი. ჩვენ გვაქვს ვალდებულება გავათავისუფლოთ ყველა პოლიტიკური პატიმარი, ძევალი, რომელიც არის დღეს გამომწყვდეული. ჩვენ გვაქვს ვალდებულება გავათავისუფლოთ ყველა უკანონო პატიმარი. ხალხმა დაუდგინა დღეს მის მიერ არჩეულ სტრუქტურას, აღასრულოს ის გადაწყვეტილებები. უნდა მოხდეს თავისუფალი დამოუკიდებელი, ქმედითი სასამართლოს არჩევა, რომელიც გადახედავს ყველა უკანონო გადაწყვეტილებას, აღადგენს ყველა დაზარალებულის უფლებას, ყველა საკუთრება ხელყოფილი ადამიანის უფლებას. ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ეს მე მიმაჩნია უმნიშვნელოვანეს რამედ. იმიტომ რომ ქართველი კაცი მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან უჭირს დღეს ეკონომიურად, ის მოითმეს შიმშილს, მაგრამ ღირსების შელახვას ის არასოდეს არ მოითმეს. უსამართლობას ის არასოდეს არ მოითმეს. და ბოლოს მე მინდა ყველას მოგმართოთ, რომ ეს არის დიდი პასუხისმგებლობის მქონე დღე. ჩვენ არა გვაქვს უფლება უკან დახევის, ჩვენ არა გვაქვს უფლება გაჩერების. ქვეყანა მართლაც არის გადასარჩენი. ჩვენი ტერიტორია უძველესი ქართული მიწები, რომელიც ოკუპირებულია ამ ხელისუფლების უპასუხისმგებლო და უუნარო მოქმედებით. ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება და როგორც რუის ურბნისის ეპისკოპოსმა მეუფე იობმა ბრძანა, საქართველოს სულიერი ოკუპაცია მიმდინარეობს და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ხალხი, როგორც ფიზიკური ძალადობისაგან, ასევე სულიერი ძალადობისაგან. ეს არის ყველა თქვენთაგანის და ჩვენთაგანის მოვალეობა. მე ამიტომ მინდა გთხოვთ მაქსიმალური ორგანიზება. ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა და ეს ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი. აქ უკან დახევა და შეჩერება სრულიად წარმოუდგენელია. გვჭირდება დიდი სიბრძნე, სიმამაცე, განბედაობა და გვჭირდება ჩვენი გადაწყვეტილებების აღსრულება. ყველგან თქვენ ხართ დელეგატები საქართველოს ყველა კუთხის. ამიტომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადება ნიშნავს თვითორგანიზების, დიდი მობილიზების პროცესს მთელ საქართველოში. ჩვენ შევქმნით თქვენი დასტურით სახალხო კომაგის ინსტიტუტს, უფლებადამცველების დიდ ჯგუფს, რომელიც თითოეული თქვენთაგანის უსაფრთხოებას დაიცავს და გავჩნდებით ყველგან, სადაც საჭირო იქნება თქვენი უფლებების დაცვა. იმიტომ რომ დღეს ამ მობილიზების პროცესში, სადაც ხალხი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, საჭიროა საოცრად დიდი მობილიზება. ჩვენი ვალდებულება არის დღეს ეს. ამიტომ არ დაიღალოთ, არ შეგეშინდეთ, იყავით გაბედულები, ასეთი როგორების დღეს ხართ. მე მინდა თქვენ კიდევ ერთხელ გითხრათ, მიუხედავად ყველა მცდელობისა, მიუხედავად ძალიან მძიმე გზისა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, ყველამ ერთად და მათ შორის მეც, ვერასოდეს ვერ ვიტყვი უარს ჩემ ხალხთან დგომაზე. არ არსებობს ძალა, რომელიც ან მე, ან რომელიმე ჩვენს თანამებრძოლს შეაჩერებს, გააჩერებს და უკან დაახევინებს. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სამშობლო, რომელიც არის გადასარჩენი. ხმა ღვთისა და ხმა ერისა. აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება. ძირფასო მეგობრებო, ბატონმა გუბაზმა რაღაც სასაყედრო სიტყვა თითქოს თქვა, მაგრამ ის მართალი იყო. ჩვენ აქ ველოდით, შეიძლება და უფრო მეტი ხალხი მობრძანებული იყო, მაგრამ თქვენ ხომ მობრძანდით, თქვენ ხომ მოხვედით გულანთებული ხალხი,
თქვენ ხომ მობრძანდით ერთმანეთის გვერდიგვერდ დადექით და დღევანდელი სახალხო კრება შედგა. ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არ არის ერთდღიური ღონისძიება. ეს არ არის ეფემერული რაღაც. ეს არის პროცესი. და ყველა რაიონში, ყველა კუთხეში რომ შეიქმნება ეს ჩვენი კომიტეტები დაუმორჩილებლობის ყველაფერს გავაკეთებ. მე მინდა ის კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რაც გითხრათ ხალბატონმა ეკამ. შეიქმნა კომიტეტი, რომელსაც სახელად ერქვა ქომაკი. ვიცი როგორი შიშია გამეფებული ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ იცოდეთ, ერთი ხერით მას რომ ჩამოუვარდეს ვინმეს, ქომაკი თქვენ გვერდით იქნება. არ შეუშინდეთ არაფერს. გაგიმარჯოთ თქვენ და ეხლა მინდა მოკლე განცხადებისათვის სიტყვა მივცე ბატონ ირაკლი მათიაშვილს. ხო? ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო ძმებო და დებო, მოდი კარგად გავიაზროთ ერთი რამ, რომ დღევანდელი კრება ეს იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც დღეს მოხდა. გაიხსენეთ 2009 წლის მერე ისე გავიდა ერთი წელი და კიდევ ფაქტიურად წელიწად ნახევარი, რომ ჩვენ ყველანი ვიყავით სრული ძილქუშის მდგომარეობაში. დათქმული იყო მთელი საზოგადოება. ნახეთ რა ამბავი ხალხი მოვიდა. ეს უბრალო რამე არ არის ხალხო. ნახეთ მთელი რეგიონებია ჩამოსული. და რაც მთავარია, კრება შედგა როგორც ლეგიტიმური. კრება მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები. საბოლოოდ გამოცხადდა უნდობლობა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიმართ. ეს არის ისტორიული დღე. ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩვენ ვაპირებდით რაღაც 10,000 კაციანი კრების ჩატარებას სპორტის სასახლეში. მაგრამ ამან ყველაფერმა დღეს მიიღო სხვა მასშტაბი. სხვა წინაპირობები შეიქმნა ეხლა მოვლენათა განვითარებისათვის. მე მინდა პირდაპირ გითხრათ. მე ეხლა ახალი სახე ნამდვილად არა ვარ. კარგი ხანია მიცვლა. 9 აპრილიც ნანახი მაქვს აქ გვამებიდან ამიღეს, როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა ჩამქოლეს, მე შევეტაკე მაგათ. ბომბებიც თავში მომხვედრია ომის დროს აფხაზეთში და ციხეშიც მე ვიჯექია, როდესაც პირველი მომიხდა ფაქტობრივად შესყდომა ამ ხელისუფლებასთან. პირდაპირ გეტყვით რა, ჩვენი მიზანი იყო კრების ჩატარება. მაგრამ ჩვენ ფიქრობდით, რომ შეიძლება ისე მომხდარიყო, რომ აქ მოსულიყო 50,000, 60,000, 70,000, შეიძლება 100,000 კაციც. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში. ეს გარდაუვალი იქნება. აი ეს დღევანდელი დღე არის ამის წინაპირობა. და მე გეტყვით იმასაც, რომ არ დაგიმალავთ. ჩვენ საიდუმლო არაფერი არ აქვს. აი საჯაროდ ვაცხადებთ. ჩვენი გეგმა თქვენთან ერთად. ჩვენ არაფერს ცალკე ხალხის გარეშე არ გადავწყვეტ. იყო თუ ამდენი ხალხი მოვიდოდა, სხვა ხალხი. ჩვენ დღესვე დავიწყებდით აქედანვე მოქმედებას და დავამთავრებდით კიდევაც ყველაფერს. აი ამისათვის ვიყავით დღეს ვთქვათ ჩვენ, თქვენთან ერთად. მაგრამ მე გეტყვით, დღეს ჩატარდა კრება, აქ მოვიდა ის რაოდენობა ხალხის, რაც აუცილებელი იყო ფაქტიურად კრების ჩასატარებლად. ამიტომ ჩვენ მოგიწევს ცოტა მეტი მოთმინება, მეტი შრომა, მეტი გარჯა, ის რაც აქ ითქვა, ყველგან დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნა. და აი როდესაც ჩვენ ჩავატარებთ აი უახლოეს პერიოდში ამ სამუშაოს, ჩვენ დავთქვათ თარიღს, როდესაც რეგიონებშიც და თბილისშიც აშკარა შეიქმნება, რომ ჩვენ ხალხი მზად არის აი იმ საბოლოო დღისათვის, საბოლოო დაძახებისათვის. და ეს იქნება დღე, როდესაც ჩვენ საბოლოოდ გავანთავისუფლებთ საქართველოს იმ ჭირისაგან, რასაც ქვია მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი და ესაა ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.
ჩვენ გველის დიდი სამუშაო ყველას თბილისშიც, რეგიონებშიც დაიწყო დიდი დაუმორჩილებლობის პროცესი და ეს პროცესი ვიმეორებ დამთავრდება გამარჯვებით. დიდი მადლობა. მე კიდევ მოკლე განცხადებას გავაკეთებ, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებ და იცოდეთ, ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენ ვართ ერთმანეთის გვერდით. იმ კომიტეტებში, რომელიც ჩამოყალიბდება, იქიდან უნდა მოგვაწოდოთ ჩვენ ოფისში, ტელეფონები, თქვენ გააქვთ ყველაფერი, როგორ დაგვიკავშირდეთ, რომ შევაჯამოთ საერთო აზრი, მომავალი კრება როდის უნდა დავნიშნოთ. არავით არის სიცივე, არავით არის ყირმა, არაფერი არ უნდა გვაშინებდეს. ნუ დავიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რა ეხლა მოდის რაღაც ახალი წელი შობა, ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ შეიძლება უცებ მოხდეს ისეთი რამ, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდეთ ერთმანეთის გვერდიგვერდ კიდევ ერთხელ დადგეთ. ეს არის დიახ, ჩვენ მე ახლა მომაწოდეს რომ მე შეიძლება ფრაზა არ ავთქვი სწორად რომ ჩვენ უნდა შევაჯამოთ თქვენგან მოწოდებული ბრძოლის დაწყების დღე უნდა დავთქვათ. იმ დღეს ჩვენ ცალკე უთქვეროთ არ გადავთქვეთ. ველოდებით თქვენს გზავნილებს ჩვენთან ცენტრალურ ოფისში. იცოცხლეთ, იბედნიერეთ, იხარეთ, საქართველოს გაუმარჯოს. თქვენ გაგიმარჯოთ. ქართველ ხალხს გაუმარჯოს. ძალა ხალხშია.